გამარჯობა მაესტრო. როგორ ხარ? ახლა მივდივართ სტუდენტებთან შესახვედრით. ჩემთვის ცოტა რთული იყო წინასწარ ამის მოფიქრება, ბავშვებო, ეს კამებიც აიღეთ. უხერხულად რო არ იყოთ ფეხზე. მოგესალმებით. ძალიან მიხარია რომ ამდენი ხართ და პირველ რიგში ბოდიში უნდა მოგიხადოთ დაგვიანებისთვის და იმისთვის რომ მოგაცდინეთ და წაგართვით თქვენი დრო. ვიცი რამდენად მნიშვნელოვანია სტუდენტის დრო. მე სიმართლე გითხრათ ცოტა ნერვიულობ, იმიტომ რომ პირველად ხვდები სტუდენტებს და ვიცი რამდენად მკაცრი და კრიტიკული არიან სტუდენტები, იმიტომ რომ მეც ცოტა ხნის წინ ვიყავი სტუდენტი და ვიღაცა მოდიოდა საკმაოდ კრიტიკულად ვიყავი განწყობილი, თუმცა დღეს თქვენი სტუმარი ვარ და იმედი მაქვს, რომ ეს უფრო მობიერი იქნებით და ძალიან არ გამაკრიტიკებ. ძნელია ადამიანი მუშაობდეს ტელევიზიაში და გახდეს წარმატებული და ცნობილი, თუ ამაზე არ უცნებობდა ბავშვობიდან. ფარდას თუ გადაწევთ და შუქი რო შემოდის, გამორთულ ტელევიზორს თუ მიანათებთ, ეს არის სარკესავით, ხო? ანარკი ძალიან კარგად მახსოვს, ესე დავჯდებოდი ხოლმე ამ ტელევიზორს და თქვენც გქონიათ ეგეთი ჩამოწერილი მქონდა, მაშინ იყო მოამბე და თუ გახსოვთ დიქტორები, ეს პროგრამა 9:00 საათზე, ეს გადაცემა ესე და აი ესე ვიჯექი ხოლმე და ამას ვკითხულობდი. პირველი ჩემი სატელევიზიო გამოცდილება ეს იყო მუშაობა ტელეკომპანია კავკასიაში და ეს ბევრმა არ იცის. 2 კვირა ვიმუშავე კავკასიაზე როგორც კორესპონდენტმა. თქვენს გეცოდინება ძალიან მძიმეა კორესპონდენტის შრომა და მე უდიდეს პატივს ვცემ კორესპონდენტებს, ჟურნალისტებს, რომლებიც გადაღებაზე გარეთ გადიან ტელევიზიაში. მე გეტყვით რომ შეიძლება თქვენ იუცნებოთ ტელეწამყვანობაზე და სტუდიაში ჯდომაზე და თოქ-შოუს წაყვანაზე, მაგრამ ბევრად უფრო აუცილებელია როგორც ჟურნალისტი რომ გაიზარდოთ, რომ იყოთ კორესპონდენტი და მე ეს გამოცდილება მაკლია და ამას ძალიან გამვიცდიდი ყოველთვის. იმხელა შტაბ-ეჭდილებას იღებს მაყურებელი, აი სწორედ პატარა სიუჟეტინა შეიძლება ვერც გააცნობიეროს, მაგრამ ქვეცნობიერად ძალიან დიდ გავლენას მოახდენს ესმაზე. სწორედ ის აი ორწამიანი რაღაც კადრი, რომელიც აი ჟურნალისტმა სპეციალურად ჩასვა, ხო? ეს არის მთელი ჟურნალისტიკა და ტელევიზია და არა ის რომ ზიხარ სტუდიაში და მოდიან სტუმრები. არა, ნუ ამასაც თავისი ხიბლი აქვს, მართალია სულ ფორმაში რომ უნდა იყოს და სულ გამოფრანჩული და როს კორესპონდენტი რაღაცა შეიძლება გაწეწილი თმის იყოს, მაგრამ ბევრად საინტერესოა და ვინც ჟურნალისტიკიდან მე აი აქტიური ჟურნალისტიკიდან კორესპონდენტობიდან წავიდა უკვე სტუდიურ სამუშაოზე, ისინი ამბობენ რომ სულ განიცდიან აი ნაკლებობას, ძალიან უნდათ რომ ისევ აიღონ მიკროფონი ხელში და წავიდნენ გადაღებებს. იქ რო დადიხარ შეიძლება ღამის რო არ ვიცი რომელ საათზე გითხრან რომ ეხლა უნდა წახვიდე სადღაც და აი მე უბრალოდ ეს ვერ მოვახერხე და რაღაცა დავიზარე თუ არ ვიცი რა მომენტი იყო და მოკეთ ამ კავკასიას დავანებე თავი და ვერ გავხდი კარგი კორესპონდენტი და მე ყოველთვის ესე მშურდა ხოლმე, როდესაც ჩართვა იყო პირდაპირ სადღაც ხდება ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, ამ პოლიტიკური მოვლენა, ან ეხა ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ თუნდაც რაღაცა ტრაგედია, ხო, კატასტროფა და იმას კი არ ვამბობ, რომ ეს იყო მისასალმებელი, მაგრამ იქ იქნებოდა ნიუსი, ხო და მე ამ დროს ვივარ სტუდიაში და ჩემი კოლეგა, რომელიც იქ არის და აი რაღაცა ეს ადრენალინის მოზღავება აქვს და გიყვება რომ ეს და შეზიხარ და მადლობთ ჩვენი კორესპონდენტი. ამ დროს გრძნობ რო ხარ ყველაზე უბედური, იმიტომ რომ მიჯაჭული ხარ ამ სკამზე, დაბმული ხარ მიკროფონით და ამ ყურმილით და არ გაქვს საშუალება რომ მიხვიდე. შემდეგ უკვე დილის პროგრამა კეთდებოდა მე-9 არხზე, მე-9 არხი საერთოდ ესეთი ძალიან კარგი ჩემთვის პირადად არხი იყო. მე არ თქვენ შეიძლება არც გახსოვთ თუ გახსოვთ. იყო ესეთი საოცნებო ოაზისი ქართულ ჟურნალისტიკაში და ქართულ ტელესივრცეში, იმიტომ რომ მართალია არ იყო ძალიან რეიტინგული და ბიძინა ივანიშვილის არხი იყო, დიახ. და თანიცით არ იყო აი ჟურნალისტური კანონების მიხედვით დაწყობილი, იმიტომ რომ აი არავინ არ გიდებდა რეიტინგს და არ გეუბნებოდა რომ იმუშავე. იმით იყო კაი რომ განწყობა ყველას ჰქონდა ძალიან მეგობრული. მე პრინციპში არც ერთ კოლექტივში აღარ შემხვედრი ასეთი რამ და არც ვიცი აი თქვენ განსაჯეთ ეს კარგია თუ არა, როდესაც არ ხარ დაძაბული და არ ფიქრობ იმაზე რომ პროდუქტი გამოვიდეს კარგი. ალბათ ეს არ არის კარგი ასეთი მიდგომა. აკო სულ სხვა რეჟიმია, რუსთავიორის დილის პროგრამა და იცით თქვენ რომ იქ არის მუდმივად სიახლის ძიება და საერთოდ რუსთავის სტილი რაც არის დამკვიდრებული, ხო? ამ დილამ ძალიან კარგად აითვისა და იქ იცით როგორ მუშაობენ, აი რაღაც
ნიუსი რაც არის, ხო, თუ გაშუქდა უკვე საღამოს სხვა რომელიმე არხზე, ეს უკვე დამთავრებული ამბავია. შენ ამას ვეღარ აშუქებ. ის ნდობის ფაქტორიც აქვს და ყველაფერს და გარეგნობა არ არის. არა, იცით რა, შეიძლება გარეგნობა ადამიანს დაეხმაროს იმაში, რომ შენი ნდობა მოიპოვოს და სასიამოვნოდ განგაწყოს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. ხო, გინახავთ არა CNN-ის წამყვანები, BBC-ის სხვა არხებზე, ხო, არიან კარგი გარეგნობის, არ არიან, იქ სხვა რა მოდის წინ. იქ არის ნდობას პატივისცემა და ნდობა, დამაჯერებელი უნდა იყოს. იფიქრეთ იმაზე, ვის მოიწვევთ გადაცემაში, არა მხოლოდ მის გამოცდილებაზე და ის რომ კარგი სპეციალისტია, რამდენად კარგი მოსაუბრეა, რამდენად კარგი შოუმენია, თუ უხერხული არ იქნება პროფესიონალების მიმართ ვიხმაროთ ეს სიტყვა, იმიტომ რომ ეს აწყობს საბოლოო ჯამში თქვენ გადაცემას. გაცხარებული დებატების დროს, როგორც კი ცხადდება რეკლამა, ყველა რესპონდენტი მაშინვე მშვიდდება და იწყებს საუბარს რაღაცა სულ სხვა თემაზე, იმიტომ რომ არ იფიქროთ, რომ ეს ყველაფერი ეს ემოცია, რაც ეკრანზე არის, ეს არის რეალური. და ეს არის, ანუ რა თქმა უნდა, ეხა ეს არის, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ეს არის შოუ და პოლიტიკოსებმა ეს ყველაზე კარგად იციან. თუმცა არის ისეთი მომენტები, რომ ყველაზე საინტერესო რამ, ყველაზე მწვავე კამათი ხდება რეკლამის დროს, ხო? იმიტომ რომ როდესაც გაიგებს რესპონდენტი, რომ გადის რეკლამა, ის უკვე თავისუფალია და შეიძლება წამოხდეს და რაღაცა ესწროლოს. ასეთი რაღაცები ძალიან ხშირად ხდება და ამ დროს რეჟისორები სულ არიან დილემის წინაშე, რომ რა ვქნათ, გადავჭრათ რეკლამა და თუ ძალიან საინტერესოა, შეიძლება იმანაც გადაჭროს რეკლამა. მიუხედავად იმისა, რომ მე ჯარიმის გადახდა მოწეს ტელეკომპანიას, იმიტომ რომ რეკლამა გადაიჭრა, მაგრამ ძალიან საინტერესო მომენტი იყო და იტყვიან, რომ გადავჭრათ და გაუშვათ. თუ ძალიან ერთმანეთში ეს ყვირილი დაიწყეს და წამყვანს აღარ გაქცევენ ყურადღებას, უკვე წამყვანის პრესტიჟზე მოქმედებს ხდებით, იმიტომ რომ შენ ცარიელი ადგილი ხარ, ვერ აჩერებს, ხო? ეგ ვინ არის ვერ აჩერებს. ამ დროს გეტყვით რომ მათი გაჩერება შეუძლებელია და ეს მე მგონი მხოლოდ ერთი ქალბატონია საქართველოში რომელიც აჩერებს. საერთოდ აი ბედნიერება იქნება თუ ქართული ჟურნალისტიკა როდესმე მივა იმ ეტაპამდე, როდესაც არ იქნება ჩხუბი და ყვირილი ეთერში, იმიტომ რომ ეს უკვე აღარ მოსწონს მაყურებელს. აგიხსნით განსხვავება სახელმწიფო რელიგიასა და ოფიციალურ რელიგიას შორის. სახელმწიფო რელიგიის მოდელი არსებობს. ეს მართლა სხვადასხვა ცნებებია და არ არის პრობლემა თუ გერავთ. სახელმწიფო რელიგიის მოდელი ეს არის საბერძნეთის მოდელი და აქ არის რაზე საუბარი. რელიგია ექვემდებარება სახელმწიფოს. ეკლესია არის სახელმწიფოს ერთ-ერთი ინსტიტუტი, ხვდებით? და იქ მაღალი სასულიერო პირები ინიშნებიან ხელისუფლების მხრიდან ხშირ შემთხვევაში და უმაღლესი სასულიერო პირი ფიცდებს საერო ხელისუფლის წინაშე. ანუ ეს სრულიად განსხვავებული რამ არის. იქ ეკლესია ექვემდებარება სახელმწიფოს და ეს ჩვენთვის არის მიუღებელი და მე ვფიქრობ, რომ ეს არის არასწორი, იმიტომ რომ ჩვენ პირიქით გვინდა რომ გავმიჯნოთ ეკლესია და სახელმწიფო ერთმანეთისგან, თუმცა ამ გამიჯვნაში იგულისხმება ისიც, რომ ჩვენ გვინდა ეკლესია იყოს დაცული და იყოს ხელშეუხებელი. რატომ გვინდა რომ იყოს ოფიციალური რელიგია? მე საერთოდ გეტყვით, რომ რელიგიის შესახებ კანონი საქართველოში არ არსებობს. კანონმდებლობაში უნდა განისაზღვროს ეს, ხო? ამიტომ სწორედ მართლმადიდებლობას უნდა მიანიჭოს ოფიციალური რელიგიის სტატუსი. ეს იქნება მისი ხელშეუხებლობა, ეს იქნება დაცვა იმ კამპანიისგან, რომელიც შეიძლება წამოვიდეს ან ამ ხელისუფლების, ან რომელიმე სხვა ხელისუფლების მხრიდან ეკლესიის წინააღმდეგ და მესმის, რომ ამ თემაზე უკვე არაპოპულარულია საუბარი და შეიძლება ვიღაცას პოპულიზმად მოეჩვენოს, მაგრამ დაინგრა ხო ეკლესია, ნაკურთხი ეკლესია 21 საუკუნეში. არა, მე ვერ გეთანხმებით, რომ არ უნდა იცოდეს ამ მომრჩეველმა რითი მოვდივართ ჩვენ და რომ მოვალ მე რაღაც სიურპრიზები მოვაწყო და იცით მე თურმე ამას ვაპირებდი. არა, ვერ დაგეთანხმებით. მე მიმაჩნია, რომ ზუსტად უნდა იცოდეს ამ მომრჩეველმა ვის რატომ აძლევს ხმას. მოვალ და გეტყვი, რომ მომეცი ხმა, მაგრამ მე არ გეტყვი, შენ რას გავაკეთებ, ხო? ახლა ეს არის წესიერი და ეს არა. რაღაცა უნდა დაგკვირდეთ. ამიტომ მე სიამოვნებით დაგელაპარაკებოდ უბრალოდ გთხოვთ, რომ ის ბუკლეტები, რომლებიც დარიგდება და რომლებიც უკვე მზად არის და შეიძლება სახლშიც მოგიტანონ, ნუ მიაქცევთ სურათებს და ლოზუნგებს ყურადღებას, თუ ეს თქვენთვის გამაღიზიანებელია. წაიკითხეთ კონკრეტული მუხლები პროგრამიდან და მაშინ გადაწყვიტეთ, გაწყობთ თუ არა თქვენ ეს. მედია კიდე შევხვდებით. წარმატებებს გისურვებთ ჟურნალისტიკაში. არა, პრინციპში გაიქნებოდა, რომ დრო კიდე მქონოდა და კიდე მესაუბრებდა თავი. ჩემი ვახო სად არის ხო არ იცით? როგორ ჩაიერე?
რა? არ იყავი, მაგას გეკითხები. რატო? რა ვერ ფაქტია აღარ შემოვიდა. მოგესმინა რა ვიბას. რა გამოვიდა? არა, მე მგონი ნორმალური. ყოველ შემთხვევაში ქვები არ უსრიეთ და. სტუდიარე. მაგდა ვარ. საით უნდა შემოვიდე? აი, სადღაცა მოგაგენით, მაგრამ სად ვარ არ ვიცი. კარგი. კაცო, სტუდიარე საით არის? კარგად, ვერა. ოი. უკაცრავად რა ვიცი. დილის ეთერში. ხო, როგორ არა. ეზოში უნდა გავზარდე და გამარჯობათ. ძალიან დიდი ბოდიში სტუდენტებთან მქონდა შეხვედრა და ისეთები არიან, რომ ვაგვიანებთ? ესე იგი გამარჯობათ, მე ძალიან დამნაშავეც არა ვარ. და რა უნდა ვქნა თუ ძალიან დააგვიანეს, იმიტომ რომ მე კიდე მაქვს შეხვედრა. სიამოვნოა. გამძარდეთ. ველოდებით ქალბატონ მანანას. ადამიანები ცხოვრობენ რეგიონებში და მათ აქვთ ყოველდღიური პრობლემები ჯანმრთელობის, ხო და თუ ერთი თვე უნდა ელოდო იმას, რომ ეს სახელმწიფო დახმარება, რომელიც ვითომ პოლიცია და ვითომ რეალურად უნდა გადაჭრიდეს ხო ამ პრობლემებს, მაშინ ძალიან რთულია საუბარი იმაზე, რომ რაღაცა რეალურად არის პროგრესი და ეფექტურია ის რეფორმა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. რეფორმა არ არის თავისთავად, ხო, რეფორმისთვის ეს უნდა იყოს ეფექტური და უნდა იყოს სწრაფი ადამიანის ჯანმრთელობას ის მახასიათებელი აქვს, რომ პრობლემა უნდა მოაგვაროს სასწრაფოდ. დღეს არიან საქართველოში ადამიანები, რომლებსაც აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, მათ შორის მწვავე პრობლემები და ისინი უბრალოდ ვერ მიდიან საავადმყოფოში. აი სახლში არიან, ავად არიან და უბრალოდ არ აქვთ იმის საშუალება, რომ მივიდნენ, იმიტომ რომ იციან, რომ ვერ შეძლებენ. დღევანდელ ჩვენ მდგომარეობაში, როდესაც უდიდესი ნაწილი ქვეყნის არის უმუშევარი, ვიცით რა სოციალური მდგომარეობა, ხო? არ შეიძლება რომ ხელისუფლება იყოს უპასუხისმგებლო და მეტი პასუხისმგებლობა არა იყოს საკუთარ თავზე და რაღაცა ის ხარჯები, რაც არის მინიმალური, მაინც მოუხსნათ დღეს ავადმყოფებს. კარგად ზანდებოდეთ, ბედნიერად წარმატებებს გისურვებთ. ჩემი ჩანთასად დავდე. აჰა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ვიყავით სტუმრად სტუდია რეში, ეს გახლავთ სტუდია, რომელიც ამზადებს გადაცემებს რეგიონული ტელეკომპანიებისთვის. 19 რეგიონულ ტელეკომპანიაში გავა ეს გადაცემა ჯანდაცვის სფეროზე და მის რეფორმირებაზე ვისაუბრეთ. შემდეგი პუნქტი იქნება ჩვენი ოფისი, დღეს არ ყოფილ ვარ ოფისში. ეტა რა შვებიან? კოლეგები. ნახოთ. დღეს ყველას მძიმე დღე აქვს, დილიდან არიან შეხვედრებზე გასული. არც შემომხმიანებია არავინ ტელეფონით. სად არის მანქანა? სად დააყენავ ახლა მანქანა? ცესკოში არ შევიაროთ. ბატონ ლევან თარხნიშვილთან მიგვიღებს სტუმრად. ოდით სახლში. გამარჯობათ. სიბნელეში ხართ? რატო არ გვაქვს შუქი? რა ხდება? გამარჯობათ. წავედი ოთახში. მოწმოთ ფოსტა. ორი შეხვედრა მე მგონი ნორმალური იყო.
სტუდენტებთან და ჯანაცვის სფეროზე საუბარი. იმედია, რომ დანარჩენი შეხვედრებიც ნორმალური იქნება და ექსცესებს ადგილი არ ექნება. რავი ნერვიული იმ დღეს ჩავხდე და დილა არ იყო ეთერში და მეთქი ხო ცოცხლები არიან თქო და მე ვნახე ვიღაცაები და მეთქეს რომ ანა შე რა შევი მე რა იცავ რა აი რა დრო იყო რა დღეში ვიყო რა კაი დრო იყო კარგი ის რომ გამახსენდება დილის 5 საათზე იქ მისვლა უკვე აღარაფერი შენ რა გვიან ნამთავრებდი მიდიოდი სახში კარგია პოსკრიპტუმ კაი იქნება შენ დასეირნობ საზღვარგარეთ თუ არა 5 წუთი დაველოდე არა გუჩინ იყო გორში და როგორი გასულია იცი მომსახურების ზონიდან გიორგი რა შვები გიო პეტრიწის 16 კამერები დგას ხალხი ზემოთ უნდა ამოხვიდეთ სანამ ბოლომდე ქუჩის ბოლომდე კაი ხო მოვედიო იცახ რა შვები რა მიხوار გეშინია არა მოვიდა გამარჯობათ დღეს ვაკეთებთ ამას ხო გამარჯობათ როგორ ძანდებით აბა რა უკეთესად უნდა იყოს მოვედი დიდი ღომში რათა გავესაუბროთ აქ მაცხოვრებლებს და გაიხსნება ჩემი საარჩევნო შტაბი რომელიც იმუშავებს პრაქტიკულად 24 საათის რეჟიმში ყველა მოქალაქეს ექნება საშუალება რომ მივიდეს გაესაუბროს აქ მყოფ თანამშრომლებს დაელაპარაკოს კონკრეტულ პრობლემებზე და მიიღოს პასუხები ის თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემების გადაწყვეტა მე რა თქმა უნდა მიმართავ მოსახლეობას სიტყვით თუმცა ყველაზე მეტად მაინტერესებს მათგან მოსმენა იმის თუ რა პრობლემები აქვს მათ როგორ ფიქრობენ ისინი ამ პრობლემების მოგვარებას იმიტომ რომ დღეს ის დროა როდესაც პოლიტიკოსებმა ნაკლები უნდა ილაპარაკონ და უნდა მოусმინოთ მოქალაქეებს, იმიტომ რომ მათ ყველაზე უკეთ იციან რა ჭირდება და რაც თავარი იციან, ისინი არიან სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები და კარგად იციან როგორ შეიძლება ამ სფეროში პრობლემების მოგვარება. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამდენი ადამიანი მოვიდა დღეს ჩვენთან, ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სიტყვა უკვე მივიდა ამ უბნამდე, ამ მოსახლეობამდე და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აქ ძალიან ბევრი თანამოაზრე და მხარდამჭერი გვეყოლება. რას პირდებით მოსახლეობას და რა რეჟიმში იმუშავებთ? მე მოსახლეობასთან მივდივარ კონკრეტული პროგრამით და კონკრეტული წინადადებებით. მე არ ვთხოვ მათ ხმა მისცენ ვინმეს წინააღმდეგ. მე ვთხოვ მათ გააკეთონ გააზრებული არჩევანი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. ეს არის კონკრეტული წინადადებები, რომელიც შეიძლება ვინმესთვის იყოს მისაღები, შეიძლება იყოს რაიმე შენიშვნა და მე მზად ვარ რომ მოვისმინო ეს შენიშვნები. მე უნდა მივიდე ყველა ეზოში, ყველა კორპუსთან და მაქსიმალურად შეძლების დაგვარო დაველაპარაკო ყველა მოქალაქეს, იმიტომ რომ მათგან უნდა მოვისმინოთ ის თუ რა აწუხებს დღეს მოქალაქეებს და რაც თავარი როგორ ფიქრობენ ისინი მათი პრობლემების მოგვარებაზე ეს არის ახლა ჩვენ შეგვიძლია უბან სახს დავდივართ იმისთვის რომ რაც შეიძლება ბევრ ჩვენს თანამოქალაქეს ჩვენს თანამემამულეს შევხვდეთ ვესაუბროთ მათ რაც თავარია იმ განსხვავებულ ხელვაზე რომელიც ჩვენ გვაქვს ამ არჩევნებში მემარჯვენე ფლანგზე თავად ქრისტიანი დემოკრატია მთელ მსოფლიოში არის ყველაზე მეტად სოციალურად ორიენტირებული პოლიტიკური მიმდინარეობა. დღეს ოფიციალური სტატისტიკით საქართველოში ზრდასრული მამაკაცის, ქმედუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი არის 214 ლარი. ზეგი რა გამოდის 214 ლარი არის საარსებო მინიმუმი, პენსიას ვაძლევთ 70 ლარს. ეს პენსია აღარ არის. ეს არის შემწეობის გარკვეული ფორმა არასრულყოფილი შინაარსით და დატვირთვით. ჩვენ გვაქვს ალტერნატიული პროგრამა, როგორ უნდა შეიცვალოს ეს მიდგომები, საიდან უნდა მოვიდეს რესურსები, რომ აღარ ვილაპარაკო ეკონომიკის განვითარების ჩვენელ ხედვაზე, რომელიც ძალიან მწყობრად გვაქვს ჩამოყალიბებული, შეგვიძლია გითხრათ, რომ რესურსი ამ სოციალური პოლიტიკის შესაძლებლად დღევანდელ ბიუჯეტშიც არსებობს.
მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს აქ ხედავ და შემიძლია პირადად მოგმართოთ, იმიტომ რომ იყო დრო, როდესაც ტელეეკრანიდან გესაუბრებოდით და ყოველთვის გული მწყდებოდა, იმიტომ რომ მაინტერესებდა მენახა ვინ არიან ისე ადამიანები, რომლებიც უყურებენ ეკრანს, რომლებიც ჩვენ გვისმენენ და რომლებიც ჩვენ იმ დროს გვერდში გვედგნენ. დღეს მართლა ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ შემიძლია ხელი ჩამოგართვა და რაც თავარია თქვენ მოგისმინოთ, იმიტომ რომ მე მიმაჩნია, რომ პოლიტიკა ეს არ არის ადამიანთა მცირე ჯგუფის მიერ პრივატიზებული სფერო, ეს არის ყველას საქმე, ყველას ვალია დღეს ვიყოთ პოლიტიკაში, ზოგმა პარლამენტში, ზოგმა საარჩევნო უბანზე თავისი ხმის მიცემით უნდა დააფიქსიროს თავისი მოქალაქეობრივი მოვალეობა და მოქალაქეობრივი არჩევა. ჩვენ არ ვცხოვრობთ ვირტუალურ საქართველოში, სადაც ყველაფერი შენდება და ყველაფერი კარგად არის. ჩვენ ვიცით, რომ უმთავრესი პრობლემა არის უმუშევრობა და მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ეგრეთ წოდებული დასაქმების პროგრამები მუდმივად არსებობს და ერთ თვეში იხურება, ორ თვეში და სატელევიზიოდ გახსნილი საწარმოები, როგორ კარგად მუშაობს, ესეც კარგად გვინახავს, ვიცით, რომ ეს პრობლემა გადაჭრის გზაზე ნამდვილად არ დგას. ყველა სანათესაოში მუდმივად დგას უმუშევრობის საკითხი. სწორედ ამიტომ არ დამთავრდა იძულებითი ემიგრაცია, სულ უფრო მეტი ადამიანი მიდის საზღვარგარეთ, ჩვენ ყველას ყავს ახლობელი საზღვარგარეთ, რომელიც აი ამ იძულებითი ემიგრაციის გამო მოწყვეტილია საკუთარ ოჯახს. უნდა დავაბრუნოთ ქართველი ქალების სამშობლოში, იმიტომ რომ ისინი დღეს არიან ქცეული მოსამსახურეებად, მომვლელებად და დამლაგებლებად საზღვარგარეთ. ჩვენი ვალია რომ საქართველოში დაუბრუნოთ ღირსება ქართველ ქალს. ეს პრობლემები არის დაკავშირებული დემოგრაფიასთან და თქვენ იცით რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს არაერთხელ გამოუთქვამ შეშფოთება იმის გამო, რომ ქვეყანაში არის უმძიმესი დემოგრაფიული მდგომარეობა და ეს მართლაც ასეა. თქვენ იცით, რომ საქართველოში მრავალშვილიანად ითვლება დედა, რომელსაც 7 ბავშვი ყავს, თუ 6 ყავს, 5 ყავს, ეს უკვე არ არის მრავალშვილიანი და მას ჩვენი ხელისუფლება თვლის, რომ დახმარება არ ჭირდება და ეს დახმარებაც არის თვეში 35 ლარი. წარმოგიდგენიათ, ხო 7 ბავშვი როგორ უნდა უზრუნველყო თვეში 35 ლარად. ეს მართლაც დაცინვაა და ცინიზმია ამ მრავალშვილიანი დედებისთვის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ კუთხით არის ძალიან სერიოზული სამუშაო ჩასატარებელი. ჩვენ სოციალურ პროგრამაში პირდაპირ წერთ, რომ მიგვაჩნია ყოველ მეორე და მომდევნო ბავშვზე ერთჯერადი დახმარების სახით უნდა გაიცეს 500 ლარი და შემდეგ ყოველთვიური დახმარების სახით 50 ლარი. ეს იქნება რეალური შემწეობა და დახმარება და მართლაც შობადობის წახალისება. აი ამ მძიმე სოციალურ ფონზე ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ დასაქმების პროგრამებთან ერთად და თქვენ იცით, რომ ბიზნესის თავისუფლება, ტერორის მოხსნა ბიზნესზე პირველი ნაბიჯია იმისკენ, რომ დასაქმების რეალური პროგრამა ამუშავდეს, იმიტომ რომ ხელისუფლება არ არის იმისთვის, რომ დაასაქმოს კონკრეტული მოქალაქე, ხელისუფლება იმისთვის არის, რომ შექმნას გარემო სტაბილური იმისთვის, რომ ბიზნესი ამუშავდეს. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც არ არის უმუშევართა შემწეობა. მოქალაქეს უნდა ქონდეს სოციალური გარანტიები, ასე რომ უპირველესი ჩვენი მიზანი არის ჯანდაცვის საბაზისო პაკეტით, ელემენტარული პაკეტით ადამიანს რაღაც რო გაუჭირდეს, მან უნდა მიმართოს დაწესებულება სამედიცინოს და უნდა მიიღოს სამედიცინო მომსახურება ღირსეული. ჩვენ ასევე ძალიან გვაღელვებს ის, რაც ხდება საგანმანათლებლო სისტემაში და თქვენ იცით, რომ სააღდგომო ეპისტოლეში კათოლიკოს პატრიარქს პირდაპირ უწერია, რომ სასწავლო პროგრამები უნდა დაეფუძნოს ქრისტიანულ ღირებულებებს. სწორედ ქრისტიანულ ღირებულებებზე დამყარებული სასწავლო პროგრამების წყალობით ჩვენ შევძლებთ ამ პროგრამის მოგვარებას, რათა მოზარდებს ჩაუნერგოთ ზნეობრივი ღირებულებები და ვერც პატრული და ვერც ვიდეო თვალი ამას ვერ მოახერხებს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ უნდა მოვაგვაროთ ის პრობლემები, თუ რა თქმა უნდა თქვენ მხარს დაგვიჭერთ, თქვენგან გვექნება ნდობის მანდატი. ფული არის. თავარია როგორ დახარჯავ და რაში დახარჯავ ამ ფულს. ჩვენ იმას ვამბობთ, რომ დღევანდელი ბიუჯეტითაც კი შეიძლება, რომ სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდეს. რა თქმა უნდა, თუ პარალელურად ეკონომიკური პროგრამები ჩაერთვება, თუ დასაქმების პროგრამები ჩაერთვება, ადამიანი იშოვის ისედაც სამსახურზე, შეიძლება აღარც დაჭირდეს, მაგრამ სანამ იშოვის, სანამ სამსახურს იშოვის ადამიანი, ესე იგი ვეღარ უნდა ერთი ჩვენი მეგობრის ბავშვი იყო, რომელიც ამბობდა, საქართველოს სიღარიბის გარეშე ეტყობა ის პროგრამაა, რომ ყველა ღარიბი დაიხოცოს ქვეყანაში და მარტო მდიდრები და აი ესე გამოდის, ეს არის სამართალი. სიარჩის განცხადება შევეტანე ეხსავე. აკაციცული ყურადღება არ მომაქცია, მე სომეხება. ზუსტად დავნიშნავ დღეებს და იქნებ კონკრეტულად ვისაუბროთ. ეხლა ვეაგიხსნით რა ხდება. მრავალშვილიანი არის ესეთი სტატუსი, სადაც არის შვილ-შვილზე საუბარი, 7 ბავშვზე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის უსამართლობა, იმიტომ რომ არ შეიძლება ეხლა 5 ბავშვი რო ყავს ადამიანს, ეხლა როგორ არ უნდა დაეხმარო იმას. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს სტატუსი საერთოდ
ალბათ უნდა გაუქმდეს და ყოველ მეორე ბავშვზე და მომდევნო ბავშვზე გარკვეული დახმარება. აი მარტო ხელად რას ნიშნავს? რომელიც არ არის დაქორწინებული და მარტოზე. აი რატო? აი მე ვარ ნამდვილად ეხლა მარტო ხელა. 4 წლის იყო რომ დაიღუპა ჩემი ქალი. და ვძრდი, აი მე პატიოსანი მარტო ხელა ვარ, პატიოსანი. ის ვიღაცამ სადღაცაც რაღაცა გააკეთა და დაერგვა მარტო ხელა. მე მესმის ქალბატონო, მაგრამ მე არანაირი ისინი არ აქვს შეღებადები 55 ლარი პენსია, ისიც არ მოუმა. მაშინ ოდესაც საარსებო მინიმუმი 215 ეს არ არის მარტო ხელა დედების განსაზღვრა, ეს არ არის. აი ესეთი უსამართლობა ბევრია. მე რო კანონიერი გასაგებია, მესმის თქვენს გეკუთვნის შემწეობა. ამაზე არ არის, თქვენ თავისთავად გეკუთვნით შემწეობა. დასაქმების პროექტი სტუდენტებზე ამბობთ ამას. და იცით რა შესაძლოა, კარგად მინდა გაიგოთ რა. ხელისუფლება არ არის ის სწორი, როდესაც გეუბნებათ, რომ მე შევქმნი შენთვის სამუშაო ადგილს. ხელისუფლებამ უნდა შექმნას გარემო ისეთი, სადაც ბიზნესი ქმნის სამუშაო ადგილს. ამას ვამბობ. აი ეს ერთთვიანი პროგრამა. მესმის შეიძლება თქვენთვის შეღავათია, მაგრამ რეალურად რას გაძლევთ? გავა ის ერთი თვე და დამთავრდა. რომელსაც გადასახადი არ შეუძლია ისე რომ გადაიხადოს, არა და სწავლა უნდა და ასეთებს ხო რაღაც შეღავათი მაინც მოიწევს. უმამო ეს უკვე არის ობლების კატეგორია, ესეც საოჯახო დახმარების ცალკე კატეგორია და ის სოციალურ დახმარებებში მიიღებენ ცალკე დახმარებას ცალკეთან. რა თქმა უნდა არ არის, რა თქმა უნდა. ნუ დადგამ 9 მილიონიან ატრაქციონს და იმ ბავშვს მშობელს მიეცი დახმარების სახით რაღაცნაირად რომ წავიდნენ და სამშობლოში. აი მე თქვენ გეტყვით, რამდენი ბიზნესმენია, რომელიც იყრის დღესკენ პარლამენტში და ისინი საკუთარი სახსრებით აფინანსებენ თავიანთ საარჩევნო კამპანიას. ეს ხო არის იძულებითი და იმ ბიზნესმენმა უნდა გადაუფორმოს ქონება სხვას, უნდა იჯდეს და კანონ პროექტებზე უნდა იმას, ის ბიზნესმენია, უნდა რომ თავის საქმე აკეთოს. იმ ფულით ახალ საწარმოს გახსნი და ეს ხო ბიზნესმენის ინტერესიც არის, რომ რასაც მოიგებს ფულს, ახალში ჩადოს. ვინ აძლევს ამის საშუალებას? ყოველი ახალი საწარმო თქვენი სამუშაო ადგილი იქნებოდა. პურით მიიყვანეს. ამიტომ ვამბობ, უნდა ავირჩიოთ ის, ვისაც ენდობით და ვინც იცით რომ არ მოგატყუებთ და მხოლოდ არჩევნების წინ არ ლაპარაკობს ამას, იმიტომ რომ ჩვენ ამაზე ვლაპარაკობთ ძალიან დიდი ხანია. სოფელში გაივლი და ყველა კარი არის აჭედილი და ჩაკეტილი. მე სოფელმა გურიაში და მახსოვს საბჭოთა პერიოდში ხო რა სიხარული, რა ჟრიამული იყო, სამეზობლოში ყველა ბავშვი იყო მიხარო და იქ ჩასვლა. დღეს შემთხვევით რომ გავივლი დასავლეთში რომ მივიდოდ, ყველა კარი არის ჩაკეტილი, ხო? ამიტომ იმეჩნია რომ სუბსიდირება უნდა მოხდეს სახელმწიფომ პრიორიტეტად უნდა გამოაცხადოს და უნდა იყოს დოტაციაზე ეს სფერო და მიზანმიმართულად სხვადასხვა პროგრამების დაფინანსება და არა ისე რომ ერთი ტრაქტორი, ესე იგი საარჩევნო დადის კამერებთან ერთად ეს ტრაქტორები. მართლა სერიოზულად მუშაობთ ამ თემებზე. ვარ დიდი ღომში შევხვდი მოსახლეობას პირველი შეხვედრაა როგორც საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატისა ჩემი ადამიანებთან მე ვფიქრობ საბეჭდილება ძალიან ნორმალურია იმიტომ რომ პრინციპში ხალხს აინტერესებს ის რაზეც დაიწყე საუბარი ანუ ამ სოციალურ პრობლემებზე ჭანდაცვაზე და აღმოჩნდა რომ სწორად მივხვდით თუ რა პრობლემებია ქვეყანაში ვიცი მე მგონი ძალიან სასარგებლოა ხალხთან შეხვედრა და მათთან პირადი კონტაქტი და პირადი საუბარი იმიტომ რომ აქედან იგებ რა არის მნიშვნელოვანი რეალურად ქვეყნისთვის საერთოდ სიმართლე გითხრა რომ ყავა არ მიყვარს და ესეთი უცნაური თვისება მაქვს რომ სახლში არასდროს არ ვსვამ ყავას ყოველთვის ვსვამ ჩაის და ჩაის ვსვამ რაც თავარია მარტო ატმის რაღაცა ძალიან შემიყვარდა ატმის ჩაი და რატო არ ვიცი ხო მაგრამ როცა ხარ ძალიან დაღლილი და მთელი დღე იყავი შეხვედრებზე ატმის ჩაი უკვე ვეღარაფერს ვეღარ გიშველის ამიტომ მართლა ყავა უნდა დალიო სადა გვაქვს კოვზი პატარა კოვზი არ გვაქვს ავიღოთ დიდი კოვზი ყავას ვსვამენ ძალიან დიდი რაოდენობით ჩვენ ოფისში, ამიტომ ხო ხედავ რა ხდება. მე მგონი მთელი დღე ყავას ვსვამენ და სხვას არაფერს არ აკეთებენ. ერთი ერთზე. ყავის გემოც რო იგრძნოდა, თან ძალიან მწარე რო არ იყოს, არა ყველაზე კარგი. ალიქიანი ყავა, რა თქმა უნდა, აჭარაში ისმევა ყველაზე დიდი რაოდენობით.
2 დღე ვიყავით ბათუმში. სადღაც 3 დღე რა, ეს 2 დღე ნახევარი და დავლია ალბათ 15 ჭიქა ნალექიანი ყავდა. იქ ხო ეგრეა რა, სადაც არ შედიხარ ეგრე ყავა, ნუ რა თქმა უნდა ეუბნები რო კი და ბოლოს ვერც ხვდები იმდენ ყავასონ და ნუ რა თქმა უნდა არ გეძინება და მთელი ღამე ფიქრობ იმაზე რომ ხვალ რო გაიღვიძებ ყავა უნდა დალიო ეგრევე აუცილებლად. და ნახე რა საინტერესო. ჩვენს ოფისში თვითმომსახურება, პატივისცემი და ადმინისტრაცია. მოხმარებული ჭურჭელი გარეცხეთ და დააბრუნეთ თავის ადგილზე. ჩემი მეუღლე დათო უნდა გაგაცნოთ. დათო. ყავას გიკეთებ. ხელ უნდა ჩამოვა. ადუღდება და მეც შაქარს დაგიმატებ. რომელი ყავა? ჩიბო. არ გიყვარს? დალე. მართალია მე დავდივარ შეხვედრებზე და ვაპარაკობ ძალიან ბევრს, მაგრამ იღლება დათო ჩემმაგივრად, არა? სიარულის გარეშეც. სიარულის გარეშე. მინდა ვიყო შვეიცარიის მოქალაქე. მარტივი მიზეზის გამო. შვეიცარიის მოსახლეობის 90%-მა არ იცის ვინ არის მათი მთავრობის და მათი პარლამენტის წევრი. არა, იმედია რომ ერთი ადამიანი პარლამენტში გეცოდინება და შენი მეუღლე იქნება. შიდა პარლამენტი, ოჯახური პარლამენტის წევრი მაგდა. ათიანი ჩანს აქ. იცი მკითხაო. კი, დავიწყე. პარლამენტი თუ ჩანს? თუ ჩანს. საკანონმდებლო ორგანო. სვეტები ჩანს? კი. რუსთაველის გამზირი. აბა ნახე თუ ძალიან ტკბილია. არ მინდა ეს თებში არ მინდა. იქნება, ნახავ დღეს. დაიმე. მინდა შეხება. ამ წუთას წაიღო პროცესორი, კაცი კომპიუტერი იყო, და წაიღო ეს პროცესორი. ანუ ვერ შევხედავ? არა, ჩავსვედა ყველა სურათი და კარგად. კარგად გამოვიდა, კმაყოფილი ხარ? ძალიან კარგი ბუკლეტებიც გვექნება. და თუ დღეს საღამოს რა გეგმები გვაქვს? კინოში არ წავიდეთ? რატო? რამე კარგი ფილმი არ არის? ცოტა რომ დავისვენოთ. ოჯახური ტრადიცია გვაქვს კინოში სიარული. მე და დათო დავდივართ მარტო. არ იცი რამე კარგი ფილმი რომ გამოვიდეს? სახლში მაგარია. სახლი გვენატრება ყველაზე მეტად, ხო? ვესტუმროთ ირაკლი მოსეშვილს. ყველაზე დაღლილი ადამიანია ჩვენს ოფისში. შეიძლება ეს არის ჩვენი რეგიონები? ხო. სადაც დავწერტილდით იქ ვიყავ. ჩავწერტილებთ რატოსო? სხვა ჭიკარტები არ არის და მომეტანე წითელი და იქნება ხვალ ახმეტა. ანუ აქ ვიყავით? კი, აქ ხო ვიყავ. აქ ვიყავ. აქაც ვიყავი, სად არის? ესენი გა? კი, ღორჯომი ყველაფერი. ღორჯომი, ყველაზე მაღალი სოფელია აჭარაში. 20 დღე. ყოველდილით როგორ ხევიცი ამას? დარჩა ამდენი დღე. არა, აი იმ საათზე ვგიჟდები, არ მითხრა რომ შენი დაკიდული. შენი არა, შენი მამაში სინიცავი რაღაცა. მოსმენები? მოსმენი, მოსყოლი. და სწორი 3 ნახევარია, ხო? ვიჯექით მე და დედაჩემი სასადებო ფუხნაში დავჯექით, თუმცა დაიძახა და წამოვიდა ჭერი. დედაჩემი ჩავარდა პადოვში, ჩავყევი მე, დაგვეცა მაცივარი. ამოვიყანე ვარდა თავში ხო და მაცივარი მორტყმული. წაიყვანე საავადმყოფოში. რა იყო აქ სასასვლელი? 1200 ლიაბი სუბოტა ნახევარი კილოგრამი ვეროი. აკუდა მაინც მეცინება. არა, ყველაზე გულწრფელად მე ვიცინე ეთერში, რა რაც იყო. დრესორი, რამდენჯერაც ვიცმე, კიდევ უფრო მეცინე, მაგრამ ვერ გავაცნობიერე და მაინც ვიცინე და ვიცინე. თელი სამეგრელო მას უშოდებ. დიდუბე ჩუღურეთის დანი ნაძალადების და კიდევ ერთი რაიონის უკაცრავად დამავიწყდა და კიდევ ერთი რაიონის საგადასახადეს ხელმძღვანელი. თბილისის იცი რომელია კაი ახვლედიანი რო ემშვიდობება და ეს იყო რაღაცა 7 დეკემბერის არაუკაცრავად 7 იანვარი თუ რაღაცა თვეს რო ვერ იხსენებს და მე წელსაც ვეღარ იხსენებს და რაღაცა საერთოდ გაიჭედა სერიოზულად. და მაგარი კურიოზები გქონდა არა იმეჯი. ყოველ ახალ წელს იყო ხოლმე ხარხარი რა ამხოლი. მე მაგალითად ძალიან მეწყინა რომ ლივერპულმა რო წააგო.
გუშინ კავკასიაზე ხო ვიჯექი და მონიტორი ქონდა გადართული ფეხბურთზე და შუა დებატებში ოპერატორებმა იცოდნენ რა და თან მანიშნებენ ესე რომ 0-1 და მე 1-1 მეთქი დამანებეთ. რეგბოლს ეგ სახში რომ მივედი მე დამხვდა ეგ ამბავი. ძალიან უბედური რომ გაიტანა ჩელსი. ჩემი ბუკლეტი უნდა იყოს მზად წესით. ნიკა. სად არის რომ წავიდა? არავინ არ არის ჩვენ ოფისში საღამო.